მოგესალმებით, განვაგრძობთ მაუწყებლობას პირდაპირ ეთერში შემოგერთეთ გადაცემა სტუდია ნომერი 8, რომელსაც პარასკევებით მე ჟურნალისტი ლიზა კვესელავა ვუძღვები. მაყურებელსა და რადიო მსმენელს გეტყვით იმას, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე ვისაუბრებთ და გარდა ამისა შიდა პოლიტიკური და აქტუალური საკითხები იქნება ჩვენი განხილვის მთავარი საგანი და პროფესორი მემარცხენე ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი კახა ძაგანი აქვს სტუმრობს. მოგესალმებით, ბატონ კახა. მადლობა იმისთვის, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ლიზა, დიდი მადლობა მოწვევისათვის, მივესალმებით თქვენს რადიო მსმენელს, ტელემაყურებელს. ბატონ კახა, მე მინდა რომ ასევე მოვასწროთ სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე ყურადღების გამახვილება, თუმცა პირველ რიგში რა ხდება ქართულ პოლიტიკაში და რას ვუყურებთ პოლიტიკურ სცენაზე, რა დღის წესრიგი გვაქვს, ვხედავთ რომ აქციები მიმდინარეობს უკვე ძალიან დიდი ხანია, თუმცა იმასაც ვამცნობიერებთ რომ ქართული ოცნება უკან არ აპირებს დახევას, არც ხელახალი არჩევნების ჩანიშვნას, ზოგადად რა პროცესია ქვეყანაში და რა მდგომარეობა? მე მგონი ამ ცოტა ხნის წინ, როდესაც ჩვენ ამ სტუდიაში ვისხედით, მაშინ ცოტა უფრო კიდე გაურკვეველი ვითარება იყო და შეიძლებოდა პროგნოზის გაკეთება გაგრთულებოდა, მაგრამ ახლა მას მერე რაც ბევრი რამე გაირკვა, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება ჩვეულებრივად ემზადება მომდევნო არჩევნებისათვის, რომელიც წელს ჩატარდება შემოდგომაზე. კონსტიტუციით არის ეს დადგენილი და გათვალისწინებული, აემზადება ამისათვის და აპირებს, რომ ჩვეულებრივი პოლიტიკური ესეთი ნაბიჯები გადადგას, რაც არის კანონითა და კონსტიტუციით გათვალისწინებული. ხელისუფლებასთან ერთად რიგი პოლიტიკური ძალებიც, ოპოზიციური ძალებიც აპირებენ ამ პროცესში, პოლიტიკურ პროცესში ჩართვას, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული და ამ პროცესში ჩაერთვებიან და ზოგი გაიმარჯვებს და შევა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში და განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკას. ზოგი ისევ ქუჩაში დარჩება და გააგრძელებს ქუჩაში პოლიტიკის განხორციელებას. ესეც მათი უფლებაა და როგორც ხედავთ, ხელს არავინ არ უშლის თუ კანონი არ ირღვევა. მაგალითად, კანონი როდესაც დაირღვა, დასაჯეს, აი სირცხვილიას წევრი, ხო? და სირცხვილიას წევრმა გაასაჩივრა სტრასბურგის სასამართლოში შეშის შეტანის საკითხი შეიტანა, როგორ მეო მაქვსო უფლებაო, რომ აქციაზე შევიტანო შეშაო და წააგო ეს პროცესი. ანუ თუ კანონით არ ირღვევა არაფერი, შეგიძლია ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი გამოიყენო. კი ბატონო, აი ამ წუთას მე ამ ყველაფერში გეთანხმებით, რასაც თქვენ ამბობთ, იმ შემთხვევაში თუ კანონი არ დაირღვა, კანონის დარღვევას არ ექნება ადგილი, საპასუხო მხრიდანაც არ იქნება ალბათ ძალიან გამოყენებული შესაბამისად. თუმცა ჩვენ გავიარეთ ისეთი დღეები, როდესაც უკიდურესი დაძაბულობა იყო ჩვენს ქვეყანაში. დღეს აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ ის დაკავებული პირები გათავისუფლდნენ და სწორედ ამის გამო და იმის გამო, რომ კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას არჩევნები ბედი რაღაცნაირად, მაინც მათი მთავარი მოთხოვნაც ეს არის, რომ ხელახალი არჩევნები ჩაინიშნოს და პატიმრები გათავისუფლდნენ. და სააკაშვილი მათ შორის, ხო? სააკაშვილი დღის წესრიგში აი ეს აქტიურად მაინც არ დგას. ვიტყოდი აქციის მონაწილეების მხრიდან მთავარ მოთხოვნებს თუ გამოვყოფდით. ბატონ კახა, მე მესმის, რომ შეიძლება ეს აქციები არ არის მაინც და მაინც ძალიან დიდი მასშტაბურობით არ გამოირჩევა, არ არის ვთქვათ რაღაცა დაძაბულობა და ასე შემდეგ, რაც ტემპერატურას კიდევ უფრო მეტად აწევს. თუმცა ჩვენ ვიცით, როდესაც სახელმწიფოს წარმოადგენს, როდესაც ხელისუფლებას წარმოადგენს, თითოეული მოქალაქე უნდა იყოს მნიშვნელოვანი და მისი დამოკიდებულება უნდა გაღელვებდეს. დღეს ძალიან ბევრი ადამიანი, როდესაც აი ამდენი ხნის შემდეგ მაინც გამოდის ქუჩაში, როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს როლი და სახელმწიფოს და ასე ვთქვათ, რა როლი აკისრია აი ამ პროცესის მოგვარებაში. რა შეიძლება ასევე გააკეთონ ქართული ოცნების ლიდერებმა იმისთვის, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს და ეს ქუჩის პროტესტი შეანელოს. არა, იცით რა არის ამ პროცესში, პოლიტიკურ პროცესში ორი აქტორია, ერთი ხელისუფლება, ერთი ოპოზიცია. ანუ თუ ჩვენ საუბრობთ იმ ოპოზიციის იმ ნაწილზე, რომელიც ქუჩაში დგას, ხო? ეხლა მათი მოთხოვნა თუ არ შეიცვალა, რა უნდა ქნას ხელისუფლებამ? ანუ მათი მოთხოვნა არის ნაწილი, კი ბატონო. ნუ ყველასი ამ ქუჩის ოპოზიციის, ქუჩაში მდგარი ოპოზიციის მოთხოვნა არის, რომ ვადამდელი არჩევნები ჩაინიშნოს. მეორე მოთხოვნა არის, რომ განთავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, მათ შორის სააკაშვილიც,
მე არ ვიცი ხა შეიძლება ვიღაცამ პირველ რიგში არ თქვა სააკაშვილი არიან პოლიტიკოსები რომლებიც ქუჩით იბრძვიან პირველი სააკაშვილია და აგერ გამოვიდა ბევრი გამოდიან და უსმენთ რომ სააკაშვილი თუ არ იქნება ქვაქვაზეც ნუ დარჩენილაო ხო სააკაშვილის თანამებრძოლები ამას იძახიან და ვკითხულობთ სააგენტოებში ასეთ განცხადებებს რომლებიც უშუალო თანამებრძოლები არიან სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის წევრები და ლიდერები არიან ვინც არ არიან ნაციონალური მოძრაობის წევრები და ლიდერები კი ბატონო იძახიან პოლიტპატიმრები განთავისუფლდნენ მაგრამ მათ შორის სააკაშვილიც არის ანუ შეიძლება პირველ პლანზე არ არის მაგრამ მათ შორის სააკაშვილიც იგულისხმება აბა ხა როგორ წარმოგვიდგენია რომ განთავისუფლებიან სიტყვაზე პოლიტპატიმრები და სააკაშვილს დატოვებენ არა ბატონო მე ვსაუბრობ აქციის მონაწილეებზე იმ აქციის მონაწილეებზე რომლებიც კი ბატონო მაგრამ ერთად აღიქვავენ პოლიტპატიმრები შედის სააკაშვილი ევროპის ყველა ტრიბუნიდან სადაც ისმის საქართველოში პოლიტპატიმრების თაობაზე პირველ სააკაშვილს იძახიან. ეს არ არის ახალი, ჩვენ არ არის ახალი, ევროპარლამენტარის ხომ მე უშუალოდ ამ ადამიანების ბეძზე ვამბობ, რომლებიც აქციებში იღებდნენ მონაწილეობას და ამის შემდეგ არიან დაკავებულები, იმიტომ რომ მე ამაში ვერ დავეთანხმები ვერავის, როდესაც ამბობენ რომ თავარი ამ აქციის მონაწილე ადამიანებისთვის არის, ვთქვათ, ნაციონალური არ არის ესე და ჩვენ ეს ძალიან კარგად განახა პროცესმა, როდესაც იქ პოლიტიკოსების რაღაცა აქტიურობა იყო, ეს აქციის მონაწილეებს თავად არ სიამოვნებთ მიუღებლობა ასეთი პოლიტიკური მაგრამ გეთანხმებით მაგაში მაგრამ როდესაც ამ განცხადებას აკეთებ აი იმ ნეფსით თუ უნებლიეთ ამ ფორმატში ჯდები ანუ ვერ იტყვი რომ როდესაც ამბობ რომ განთავისუფლდნენ პოლიტპატიმრები მათ შორის არის ნუ ახლა მართლა ძალიან ბევრ დროს უთმობთ ამ სააკაშვილის საკითხს ყოველ შემთხვევაში ავტომატურად ჯდება რა ავტომატურად ვერ მოხდება ისე რომ შენ განთავისუფლო თქვაც და ხელისუფლება გაგიჟდა და დააკმაყოფილა ვადამდელი არჩევნები ჩანიშნა განთავისუფლა პოლიტპატიმრები რა როგორ წარმოგიდგენიათ პოლიტპატიმრებს ანუ აქ მაშინ ბოლო აქციაში მონაწილეობა პოლიტპატიმრებს განთავისუფლებს და კაშულს ჩატოვებს ხო რაღაც ნონსენსია. ბატონ გახართ ეს როგორ წარმოგიდგენიათ, როდესაც ამდენი ხნის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და ზოგადად ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით ქართული ოცნების პოზიცია არის ღია და გაცხადებული, მათ საგამოძიებო კომისიაც კი შექმნეს, რომელზეც უნდა გამოიძიონ ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილი დანაშაულები, რეჟიმის დანაშაულები. რა თქმა უნდა, სააკაშვილის თაოსნობით ხდებოდა ეს ყველაფერი მაშინ და როდესაც შენ ხარ ხელმძღვანელი პირი, არ არსებობს რომ იქ შენთან არ მოვიდეს, ხომ, რაღაც ეს პროცესები. აი ამ პირობებში ჩვენ ქართული ოცნება გვეუბნება, რომ დავაკავებ ნაციონალური მოძრაობის იმ დამნაშავე პირებს, რომ სამართლებრივ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაში მივცემ და ამ დროს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ბოლო დროს მიხეილ სააკაშვილი სრულიად ჯანმრთელად გრძნობს თავს, თუმცა მაინც მის მიმართ რაღაცნაირად სასათბურე პირობებია გამოყენებული და ის კვლავ კლინიკაში. ანუ ეს არ არის რასთანა გვაქვს საქმე, როდესაც ქართულ ოცნებას შეუძლია ძალიან მარტივად გადაიყვანოს ციხეში და ამას არ აკეთებს. ნახეთ, კი, გეთანხმებით. ეს ზოგადად აი ამ პროცესის, საგამოძიებო კომისიის მუშაობის პროცესის, როდესაც აი ასეთი მაგალითი გვაქვს წინ. აი იცით რა, საგამოძიებო კომისიის მუშაობა ხო ამასთან კავშირში არ, მაგრამ აბსოლუტურად გეთანხმებით, ჩემთვის წარმოუდგენელია. მაშინაც კი, როდესაც აი არ ვიცი რა ძალიან დიდი წნეხის ქვეშ ვიყავით, იმიტომ რომ ძალიან კვალიფიციური ექიმები გამოდიოდნენ და იცოდნენ როგორ ხდებაო, აი დღეს საათები დარჩა. თან კვალიფიციური, ეხლა მე თვითონ იურისტი ვარ, კი პროფესორი ვარ, მაგრამ იურისპრუდენციაში ხა მედიცინაში არ მაქვს იმ დონის განათლება, რომ ექიმთან კამაჩი შევიდე და საქართველოში ცნობილი რამოდენიმე ექიმი გამოდიოდა, ასევე უცხოელი ექიმები გამოდიოდნენ და იცოდნენ რომ დღე-დღეზე კი არა, აი დღეს საღამოს თუ არ განთავისუფლეთ, დღეს საღამოს გარდაიცვლებაო და ჩვენ ვამბობდით რომ იცით რა და თან თუ უცხოეთში არ გაუშვითო სამკურნალოთო და ჩვენ რომ ვამბობდით რომ თუ ეხა მართლა მკვდება არ უნდა მოკლათ კაცი, მაგრამ მან პასუხი უნდა აგოს სხვებივით სხვა პატიმრებივით ამის გამო მკვლელებს გვეძახდნენ და ბულინგის უბრალოდ ჩვენ ხა დიდი გამოცდილება გვაქვს პოლიტიკური პოლიტიკოსები ვართ ხო მე და ჩემი მეგობრები სოსო ბატონი სოსო შატბერაშვილი და სხვები და ამიტომ უბრალოდ ადვილად გადავიტანეთ თორე ახლა გამოუცდელი ადამიანი ძალიან ცუდ დღეში იქნებოდა იმ ბულინგის შემდეგ რაც ხდებოდა რომ როგორ თქვენ მიშას პრეზიდენტს კლავთ და თქვენ მკვლელებოდა ერთი ხო მოკალით და ეხა კიდე ერთი უნდა მოკლათ და ნუ აი საშინელი ბულინგის ისი ვიყავით რა და ვამბობდით რომ ნუ აი ხა
აშკარად ჩანდა რომ ეს იყო ყველაფერი რაღაცა შეთითხნილი და ის მაგრამ ნუ მაინც ესეთი რაღაცა იყო ანუ მე უბრალოდ კიდე ამ კითხვას და იმას რო დაუბრუნდეთ ხო ნახეთ რის თქმა მინდა საზოგადოების და 17 მაისს გამოჩნდა ეს საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაინახა ის რომ ის პროცესები პროცესებიც მიმდინარეობდა საქართველოში იყო ევროპის და ამერიკის სურვილი კი არ იყო ევროპაში და ამერიკაში და საქართველოში არსებული კონკრეტული პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური ძალების სურვილი იყო. ეხლა deep state-ზე არ უნდათ რომ თქვა რომ deep state-ი არსებობს და საქართველოში ოპოზიცია იძახს რომ deep state-ი და აბა დამანახე deep state-ი და გინდათ დაგანახოთ deep state-ი. აგერ რამოდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაზვერვის ხელმძღვანელმა დაზერვაში ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობის პირები მოხსნა თანამდებობიდან deep state-ში მონაწილეობის გამო. და ეს წავიკითხეთ სააგენტოებში და აგერ თქვენი ეთერებით და იმეებით რომ აი ესე პირდაპირ ამ ქალბატონმა დაზვერვა, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალბატონმა დახსნა მაღალი თანამდებობის პირები ამერიკის შეერთებულ შტატებში დაზვერვის სააგენტოდან, იმიტომ რომ deep state-ის წარმოადგენენ. აი ბატონო თუ სახის დანახვა გინდოდათ, ვინც რაღაცა აშარჟებდით რომ დამანახეთო, აგერ დაგუგლეთ და შეგიძლიათ ფოტოები ნახოთ იმ მოხსნილი ადამიანების, რომლებიც deep state-ში მონაწილეობის გამო მოიხსნენ სადაზვერო თან ახეთ რამხელა ეს ის ხო არ არის სახაჭაპურე, ხო? სადაზვერო სააგენტოდან მოიხსნენ. და ეს ავიკითხეთ მთელი მსოფლიო სააგენტოებში ეწერა და მათ შორის საქართველოს სააგენტოებში. ასევე ქართულმა ხალხმა და ამჩვენებმა დაინახა რომ ნახეთ ორმაგი სტანდარტი არის. ეხლა ჯიმ რიში ხო თუ რაში სწორად ვამბობ? ჯიმ რიში გამოდის და იცახის რომ ნახეთ თუ უნდა გავყვეთო ძალიან ესე იგი ძალიან იმითი უნდა გავყვეთო ზოგიერთი რიშს ეძახის ანუ ზოგიერთი რაშს ანუ სხვადასხვა ამიტომ ანუ უნდა გავყვეთო ამ გამჭვირვალეობის კანონია ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან აუცილებელია ამერიკაშიო მაგრამ საქართველოში იგივე რომელიც გადმოიწერეს ხო ქართულმა კანონმდებლებმა ერთ-ერთში ეს კანონმდებლობა ამ ადამიანის ამ ამერიკელი პოლიტიკოსის შეხედულებით არ მუშაობს საქართველოში და რატო ვერ გავიგე საქართველოში სხვანაირად ანათებს მზე თუ სხვანაირი ჰაერია თუ რა არის ვერ გავიგე თუ საკანონმდებლო სივრცეში ამერიკულ შეერთებულ შტატებში ის გამჭვირვალეობის კანონი რომელიც არსებობს და მნიშვნელოვანია თვითონ ამბობს უნდა ვიყოთო მეტიც ერთ-ერთ უნივერსიტეტის შეხვედრაზე ბატონმა ჯიმმა განაცხადა რომ ჩვენო ფულს უნდა ჩავყვეთო თუ გვინდაო რომ ესე იგი ნახოთო ვინ არისო ამერიკის წინააღმდეგიო და ამერიკის მოქალაქეო ხო უნდა ფულს გავყვეთო და ამ გამჭვირვალეობის კანონი ეს არის ძალიან კარგი საშუალება არისო ინსტრუმენტია იმისათვის რომ აი ეს გავაკეთოთო და აგერ თუ საქართველოში არის ანუ საქართველოს ეწინააღმდეგება. ამ შემთხვევაში ორმაგ სტანდარტთან გვაქვს შეხება და ძალიან ხშირად არის ხოლმე ასე რომ კაპიტოლიუმზე იგივე ბატონმა კაპიტოლიუმზე აბა ერთიო გამოდითო და კაპიტოლიუმზე ისაქენითო დაგიჭა ისა თანახეთ კაპიტოლიუმზე როგორც კი გააკეთებთო თავდასხმასო ხო იმასო მიტინგს თუ ჩაატარებთ და ხელს შეუშლითო იმას რა ქვია ვიცე-პრეზიდენტსო იმავდროულად დაგაკავებთო ანუ ხელის შეშლის გამო ის კი არა რომ რაღაცა ძალისმიერი მეთოდები და რაღაცა თუ ხელს შეუშლითო ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლასო ეს კაცი ამბობს აი ეს კაცი რომელიც ჩვენთან ერთ ამბავშია და გაანთავისუფლეთ ისინიო რა ქვია პოლიტპატიმრებიო თქვენო ერთი აი თუ ხელს შეუშლითო და ხმამაღლა დაიყვირებთო ციხეში გაგაწესებთო აი ეს კაცი იძახის და ასევე კიდე ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო იმაში გერმანიაში რაიხსბურგის პოლიტიკური პარტია ესე ქვია რაიხსბურგი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოსვლის გამო გაუქმეს არ მისცეს არსებობის უფლება. ანუ პოლიტიკური პარტია გააუქმა სასამართლომ გერმანიაში იმის გამო, რომ ის არ ეთანხმებოდა ხელისუფლებას. გერმანიის მთავრობას და ხელისუფლებას რო არ ამ მოტივით გააუქმეს
პარტია. და წარმოიდგინეთ პარალელი გავაკეთოთ იმ პროცესთან დაკავშირებით, რაც ქართულ ოცნებას უნდა ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში მოხდეს. მაგრამ ნახეთ ამის იგივეს გამო, აი უფრო რაღაცა პატარა იმის გამო, აი ის ელჩი რომელიც აქ არის რეებს აკეთებს, ხო? მესმის, ბატონ კახა. აი და ეს ამას ხედავს ხალხი. ახლა უბრალოდ მე ვიცახი თორე ამას ჩემთან ერთად სხვა ჩვენი მოქალაქეები ხედავენ ძალიან მკაფიოდ. მე ასევე მინდა გითხრათ, რომ ქართული ოცნების რაღაცნაირად სისუსტესაც ხედავს ქართული ოცნება, მაშინ როდესაც ამ წლების განმავლობაში უნდა გაეკეთებინათ ეს და ახლა იწყებენ ამ ყველაფერზე საუბარს და იმასაც ხედავენ, რომ მარტივად შეეძლოთ, მაგალითად 2012 წლის შემდეგ, როდესაც ამაზე აქტიურად მიდიოდა საუბარი, როდესაც რეზოლუცია არსებობდა პატრიოტთა ალიანსის, როდესაც პარლამენტს უკვე მზა დოკუმენტი ჰქონდა საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის მხარდაჭერილი, არ ვიცი, 1.5 მილიონი ადამიანი აწერდა ამ დოკუმენტს ხელს, რომლებიც მზად იყვნენ, რომ მაშინ დაწყებულიყო ნაციონალური მოძრაობის სამართლებრივ პოლიტიკური შეფასება. და მაშინ ქართულმა ოცნებამ გააქილიკა ეს ინიციატივა, კონკრეტული ლიდერები გამოდიოდნენ და სასაცილოდ არ ყოფნიდდათ, როგორ შეიძლება რომ ახლა ჩვენ დავიწყოთ ნაციონალური მოძრაობის როგორც პოლიტიკური პარტიის გაუქმება და დღეს სწორედ აი ამ ნაკვალებზე მიდიან. ეს რამდენად სწორია, ეს რამდენად დიდი შეცდომაა და ამიტომ მე მომეცით ნება რომ დღეს არ მჯეროდეს იმ საგამოძიებო კომისიის მუშაობის, რომლებიც უბრალოდ სერიალივით გვახსენებენ იმას, რაც ხდებოდა, იმიტომ რომ ჩვენ ამ სტუდიებში ძალიან კარგად ვიცით რა ხდებოდა. ამ გახმაურებული საქმეების შესახებაც ვიცით და სწორედ ამიტომ დროულად გვიდოდა აი ამ ყველაფრის დღის წესრიგში დაყენება. აბსოლუტურად გეთანხმებით. მარტო ეს ინიციატივა, პატრიოტთა ალიანსის ინიციატივას რომ მისცემოდა, მაშინ პოლიტიკური მსვლელობა და სამართლებრივი მსვლელობა თვითონ ხელისუფლება არ იქნებოდა ამ მდგომარეობაში, რომელშიც დღეს არის. ეს მიზა საზოგადოებაში შევახსენო, ეს განცხადება ჯერ კიდე მრავალი წლის წინ იქნა შეტანილი პოლიტიკური პარტია პატრიოტთა ალიანსის მიერ, რომელიც ითხოვდა პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას ნაციონალური მოძრაობისას და როგორც ქალბატონმა ელიზაბრძანა იყო ძალიან ესე ცუდად დახვდა ხელისუფლება ამ ყველაფერს და აგერ გამოიყენა ნაციონალურმა მოძრაობამ და ქვეყანას მიაყენეს ზიანი. ამაზე უარის თქმა, ქალბატონო ლიზა, ქვეყანას მიაყენა ზიანი. ხელისუფლებას რომ მიაყენა ზიანი და მართლ პარტიას რომ მიაყენა ზიანი, ეგ კაი, თავიანთი საქმეა. პოლიტიკური კრიზისი ეს არის შექმნილი, სწორედ აი აქედან მოდი, რა თქმა უნდა. დღეს ამბობ რომ ნაციონალური მოძრაობის გაუქმება გინდა და შენ რომ ეს გაგეკეთებინა 6-7 წლით ადრე, როდესაც ამის ძალიან კარგი საფუძველი არსებობდა, დღეს აი ამ პროცესებში არ ვიქნებოდი. თუმცა კიდევ ერთი ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ქართულმა ოცნებამ, მაშინ როდესაც აი ამ პროცესში, როდესაც ეს უნდა ეკეთებინათ, მაშინ სპობდნენ, ანადგურებდნენ ოპოზიციას, იმ ოპოზიციას, რომელსაც ქონდა რეალურად აუცილებლობა იმისა, რომ პოლიტიკურ პარტიად ყოფილიყო, პარლამენტში ყოფილიყო და ფუნქციონირება. ანუ პრაქტიკულად რას აკეთებდნენ რეალურ ოპოზიციას, აი ჩვენაირი პარტიისას ანადგურებდნენ და დღესაც იგივე პროცესი მიმდინარეობს, იმიტომ რომ დღესაც შეუძლია ქართულ ოცნებას თუნდაც აი ამ საგამოძიებო კომისიაზე გამოიძახოს ირმა ინაშვილი, რომლის ინიციატივაც იყო ბევრად ადრე, ვიდრე ისინი დაიწყებდნენ ამ ყველაფერს, თუნდაც ის დოკუმენტაცია მოითხოვოს, რომელიც ვთქვათ, ქონდა პარტიას, თუნდაც ის ხელმოწერები მოიშველიოს აი ამ პროცესში, თუმცა ამას დღესაც არ აკეთებენ. ეს ხო მიზანმიმართულად ხდება, როდესაც შენ პოლიტიკურ პარტიას არ აღიარებ, არ გინდა რომ გამოჩნდეს და მისი შრომა არ წარმოაჩინო, ხომ საერთოდ? ხო, კი ბატონო, ნუ კონკურენტად აღიქვამთ თუ რომ მნიშვნელობა, ეს ხო ქვეყნის საქმე, ანუ შენ აკეთებ წესით ქვეყნის საქმეს. ერთხელ არ ვიცი ჯერ კიდე გადავრჩით თუ არ გადავრჩით, მაგრამ კინაღამ დაინგრა ქვეყანა იმის გამო, რომ შენ დროულად არ მიეცი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება ნაციონალურ მოძრაობას. დროულად, როდესაც სხვა ოპოზიციური პარტიები გთხოვდნენ ამას და იმის მაგივრად რომ ეს გაგეკეთებინა, პირიქით ასუსტებდი მართლა რეალურ ოპოზიციურ პარტიებს და აი ამ კოაბიტაციით პირიქით ძლიერდებოდნენ ის მართლა რეალურად ქვეყნის მტრები, რომელიც ეხა უკვე ჩანს, ხო? ხო და აი არ ვიცი ეხლა ნახოთ იმედია ამ შეცდომებს არ გაიმეორებენ და თანამდებობებზე მოხვდნენ ხო ბევრი ნაციონალური მოძრაობიდან სამწუხაროდ
ის ხალხი, რომელიც ჩვენ ქართული ოცნების რიგებში უამრავი ლატენტური ნაციონალური მოძრაობის ლატენტური პირდაპირ გულზე რო მიშა ახატიად და ეს ვინც უცით და ვინც არ ვიცით, იქაც ძალიან ბევრი იქნება. ბატონ კახა, აი ამაზე მინდა ყურადღება გავამახვილო, რომ დღეს პოლიტიკაში არ არიან ისეთი პირები, რომლებიც თქვათ მცირე პოლიტიკური პარტიებიდან იქნებიან, თუმცა არიან საჭირო საკანონმდებლო ორგანოში იმისთვის, რომ მარტო რაღაცნაირად ერთპარტიული პოლიტიკური პროცესი არ გქონდეს და ქართული ოცნებაა მარტო წარმოდგენილი პარლამენტში. ეს ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა, ჩემი გადასახედიდან, იმიტომ რომ როდესაც ვხედავ, რომ მარტო ერთი პოლიტიკური პარტიაა საკანონმდებლო ორგანოში, იქ მე რაღაცნაირად არ მგონია, რომ ვინმე გაბედოს, რაიმე ახალი ინიციატივა, ახალი აზრი, ახალი შეხედულებები გაჩნდეს აი ესეთ პროცესში. მხოლოდ მივდივართ რაღაც აი გაუგებარი კანონპროექტებისკენ, რომელიც მარტო იმისთვის არის დაარწმუნებული ვარ, გათვლილი რომ რაღაცნაირად ძალის დემონსტრირება, უფრო მეტი რაღაცა წარმოაჩენენ უფრო პრიორიტეტულად საკუთარი თავი და არა საზოგადოება, იმიტომ რომ საზოგადოებას ის პრობლემები, რომელიც ჰქონდა, დღემდე დღის წესრიგში არ რჩება ეს პრობლემებად. აი ჩვენ მაგალითად ახლა ინიციატივად გამოვდივართ ობიექტივი, რომ შეიქმნას ქვეყანაში ფასების მონიტორინგის სახელმწიფო სააგენტო. ხომ არის ეს ძალიან დიდი აუცილებლობა დღის წესრიგში არსებობდეს ეს თემა. თუმცა ამაზე არავინ არ საუბრობს. ეს არავის არ აინტერესებს. იმიტომ რომ 15000 აქვთ ხელფასი, 14000 აქვთ და ადამიანები, ახალგაზრდები 600 ლარად მუშაობენ ისევ სუპერმარკეტებში და უმძიმეს კაბალურ პირობებში. აი ამაზე არავინ არ საუბრობს. უამრავი თემაა ისეთი, რომელზეც აუცილებელია ხელისუფლება რეაგირებდეს და არავინ არ საუბრობს. ამიტომ რამდენად მნიშვნელოვანია რომ აი ეს მოცემულობა შეიცვალოს, პოლიტიკური ველი გათავისუფლდეს აი ამ პირებისგან, გაჯანსაღდეს პროცესი და პოლიტიკური სახეები, ღირსეული პოლიტიკოსები გვყავდეს საკანონმდებლო ორგანოში. აუცილებელია და იცით რა, აი ნახეთ მარტო იმის თქმა რომ ვერ აუქნა მემაძლევს ხალხი ხმას და რახან ის პატარა პარტიებს არ აძლევენ ხო აი ხა ხო და ეგ არ არის სწორი აი ეგ არ არის სწორი მიდგომა თუ მასე ამბობენ იცით რატო აი პატარა მაგალითს მოგიყვანთ ერთი 20-25 წლის წინ როდესაც ჯერ შევარნაძის პერიოდში როდესაც ფეხს იდგავდა დემოკრატია ქვეყანაში და ჯერ კიდევ სწავლობდით და არ ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა და თქვა პარტიები როგორ უნდა დაგვეფინანსებინა ხო არ ვიცოდით რა ვიცოდით უბრალოდ მაგალითები ზედაპირულად როგორც ხდებოდა და ამ შეხვედრებზე იმ პერიოდის პოლიტიკოსი ვარ, როდესაც ამ შეხვედრებს აი ხშირად ვესწრებოდით კი არა, პირველები ჩვენ გვეძახდნენ, ხო და ამ ერთ-ერთი ესეთი შეხვედრა ჩამოსულები არიან თითქმის ყველა საპარლამენტო წარმომადგენლობა ევროპიდან და ამერიკიდან და გვეუბნებიან როგორ უნდა დაფინანსდეს, როგორ უნდა მიიღოთ კანონი პარტიების დაფინანსების შესახებ. ხო და ნუ რაღაცებს ჯელოთ და გამოვიდა ბოკერია და იძახის რომ რა უყო მე რა დაინტერესონო ისინიო პარტიებმაო თავიანთი თავიო ბიზნესმენებსო და აიღებენო გახდნენო პოპულარულებიო რეიტინგულებიო და აიღებენო ფულსო ჩვენო აი ასე ვართო და ის შეუტრიალდნენ ყველა რეებს ლაპარაკობ შენო ხელისუფლებაში რო ხარო გონიაო შენო საინტერესო ხარ და ამიტომა გაქო ბევრი ფულიო და ამიტომ გაძლევენო ისინიო რა ქვია ბიზნესმენებიო შენ ფულსო არაო იმიტომ გაძლევენო თავიანთი ბიზნესი დაკრიშონო იმიტომ რომ შენ ძალა გაქო რახან ხელისუფლებაში ხარო ჩვენო ჰოლანდიელმა უთხრა ჩვენო თავიდანო პარტიების დაფინანსება დავიწყეთ ესეო რომ ნიშო ხელისუფლებასო არც ქონდაო ბიუჯეტიდან თანხაო და მარტო აიმა ოპოზიციურ პარტიებს ვაძლევდითო ფულსო აი რომ დადგაო ქვეყანაშიო დემოკრატია მყარათო ფეხზეო მერე დავიწყეთო უკვე ხელისუფლების დაფინანსებაცო ბიუჯეტიდანო აი წარმოიდგინეთ რა და ჩვენთან უკუღმართად არის ჯერ ხელისუფლება ყველაზე მსუქნად ფინანსდება აი ხა ბიუჯეტ კანონი ესეთია რომ ვისაც მეტი ხმა აქვს და ვინც მეტი ის რა ქვია ვინც მეტი დეპუტატი გაიყვანა ის არის პარლამენტში ის იღებს კანონებს ის იღებს ბიუჯეტიდან ყველაზე მეტ ფულს და შესაბამისად მეტ ფულს ხარჯავს არჩევნებში. ანუ აი იმასავით არის რა გადაბმულია ბორბალივით რომ მეტი ფული გაქვს პარლამენტში მეტი ხალხი ყავს მე ახლა მეტი ხალხი ყავს პარლამენტში მეტი რეიტინგი გაქვს ასე და მე ისევ თუ მეტი რეიტინგი გაქვს ისევ მეტი ფული გაქვს და აი ასე ტრიალებ რა
ამიტომ ეს რო ჩაიჭრას უნდა იყოს ის რომ ჯერ ოპოზიცია უნდა დაფინანსდეს, ის პატარა პარტიები უნდა დაფინანსდეს, ჯერ სანამ დემოკრატია არ დადგება ქვეყანაში ფეხზე, რეალურად მყარად და ძლიერად. მერე კი ბატონო გაყავი შუაზე, ანუ როგორც უნდა გაიყოს. კი ბატონო, უღრმეს მადლობა ბატონ კახა, იმედი მაქვს რომ მომავალში აი ასეთი რაღაცა ფუფუნება გვექნება რომ აი ეს პოლიტიკური რაღაცა ჩაკეტილობა გაიხსნას და ხელისუფლება გააცნობიერებს იმედი ამას რომ ძალიან მნიშვნელოვანია მას ყავდეს ჯანსაღი ოპოზიცია იმისთვის რომ შემდეგ ქვეყანა უკეთესად მართოს და იმისთვის რომ ქვეყანამ უკეთესად პოვოს განვითარება. მადლობა კიდევ ერთხელ გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე მარცხენი ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი და პროფესორი კახა ძაგანია გსტუმრობდა. არ გადაერთოთ, ძალიან მალე დაუბრუნდებით დღე ეთერში.